ანრი ოხანაშვილმა სუსის უფროსის პოსტი დატოვა. გადადგომის განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის Facebook გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ოხანაშვილი ამ თანამდებობაზე აპრილში წარადგინეს. საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ კორბუოლში მანქანა ქვეითს დაეჯახა. ადგილზე დაიღუპა 18 წლის გოგო. პოლიციამ მძღოლი დააკავა, მიმდინარეობს გამოძიება. ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ოცნება ხალხის დასაშინებლად ინსცენირებულ ჩანაწერებს გაავრცელებს. სადღაც ტყეში ან პადვალში დასვამენ ვიღაც გაუგონარ სასტავს და აბოდიალებენ, რასაც უნდათ, წერს ხაბეიშვილი. იდეის ავტორებად ის ოხადაშვილს, კობახიძესა და მდინარაძეს ასახელებს. უკრაინამ ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ-ერთ დასახლებაში სახლის ეზოში ააფეთქეს 6 რუსი ჯარისკაცი, რომლებიც ბუჩას სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობდნენ. უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის ყველა დანაშაულისთვის სამართლიანი შურისძიება იქნება, აცხადებს უკრაინის დაზვერვა. რუსეთში როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მესამე დღეა იწვის. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ახალ ავზზე გავრცელდა. რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა როსტოვში უკრაინელებმა 21 აგვისტოს ღამეს დაბომბეს.